Tech for Skill-ი ეს არის პროდუქტი, რომელიც არის იდეათონის პრინციპით და არსებობს ბევრი მსგავსი თონები, მოკლედ, ანუ კრეათონი, ჰაკათონი, იდეათონი და ამ შემდეგ. ანუ ეს კონკრეტული აზრით ახლავს საუბრობთ გულისხმობდა 2 დღიან ინტენსიურ მუშაობის პროცესს, როგორც ახსენეთ, იყო დაახლოებით 32 გუნდი, ასე მეტი მონაწილე, რომლებიც ანუ ერთ სივრცეში კონკრეტული პრობლემების მიმართულებით მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენს მიერ იყო მოწოდებული გარკვეული ამოცანები და პრობლემები, რომელზეც ბუნებრივია მივაწოდეთ ბევრი ინფორმაცია მონაწილეებს, ასევე ადგილზე მოხდა ექსპერტებისა და სფეროში ჩართული ადამიანების მოწვევა, რომლებმაც რეალური кейსები შემოიტანეს ამავე პროექტში და შესაბამისად საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დაგვირგვინდა დემო დღით, ეგრეთ წოდებული, სადაც ამ 32 გუნდმა შეძლო თავისი იდეების წარდგენა და აქედან გამოვიდა 4 გამარჯვებული. დავით, რა იყო ეს კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები, როგორც ზანეთ რომ მიაწოდეთ ამაზე ინფორმაცია? კი ბატონო, ძირითადი თემატიკა, რაზეც იყო და არის პრინციპში ჩვენი პროექტი, ეს არის პროფესიული განათლების მიმართულება. როგორც საქართველოში განვითარებადი თემაა და მიმართულება, თუმცა არა ამდენად გვინდა რომ იყოს განვითარებული. დაახლოებით საქართველოში არის 122 პროფესიული სასწავლებელი, თუმცა დიდი რაოდენობა აქედან არის დედაქალაქში თავმოყრილი. შესაბამისად, რო წარმოვიდგინოთ, ანუ ახალგაზრდების დაახლოებით 10-ჯერ მეტი ახალგაზრდა აბარებს უნივერსიტეტში, უმაღლეს განათლება დაწესებულებაში, ვიდრე პროფესიულ განათლებაში. ანუ არათანაბარი ხელმისაწვდომობა იგულისხმება. მათ შორის ანუ რეგიონებში უფრო ნაკლებია ხელმისაწვდომობა, ბუნებრივია ეს არის ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებული და არ არის პოპულარიზება ამ კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება დაახლოებით 2018 წლიდან 80 მილიონამდე არის დახარჯული პროფესიული განათლების მიმართულებით, მაინც ანუ სფერო არ არის ბოლომდე განვითარებული, შესაბამისად ანუ პოპულარობა და პოპულარიზების მოხდენა იყო პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზანი და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მეორე გამოწვევას შეადგენდა გენდერული დისბალანსი, ანუ აქაც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვთქვათ, ანუ ჩარიცხვის ზოგადად და სწავლის კომპონენტი არის თანაბარი მამაკაცებსა და ქალებს შორის, თუმცა საქმე არის იმაში, რომ ანუ ანაზღაურების კუთხით არის საკმაოდ დიდი სხვაობა, ანუ მამაკაცები უფრო უკეთეს პოზიციებზე, ასევე სამსახურის კუთხითაც, ანუ ტექნოლოგიები, ინჟინერია და შემდეგ. ქალების შემთხვევაში ეს არის ძირითადად თავლის მოვლის სფერო და ასე შემდეგ, ანუ რაც არ არის თქვათ საპირწონე მამაკაცების შემთხვევისა, რაც ასევე უკავშირდება ინფორმაციულ ვაკუუმს მათ შორის და იმას, რომ ანუ თქვათ არ არის სწორად პოზიციონირებული ბევრი პროფესია მათ შორის ქალებისთვის. რაც ასევე ერთ-ერთი ჩვენი მიზანი იყო და მესამე ეს არის ახალგაზრდული პოლიტიკის ლავების მიერ შედგენილი რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების უშუალო ჩართულობას განათლების ნაწილში და ზოგადად ამ შემთხვევაში ანუ პროფესიულ განათლებაში მათ შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ კომპონენტში, რომელიც არის ანუ სწავლის გარშემო შექმნილი, ეს ეხება პროფესიულს თუ არაპროფესიულ სასწავლებლებს უნდა იყოს ახალგაზრდების ინტერესი მაქსიმალურად გათვალისწინებული. შესაბამისად, შექმნილი ანუ ბევრი რეკომენდაცია, რომელიც როგორც სასწავლო პროცესს, ისე ვთქვათ, კარიერულ მიმართულებას, ანუ განვითარებას, ბაზარს და ამ შემდეგ გულისხმობს და ანუ აქაც გვინდოდა რომ ეს რეკომენდაციების გარკვეულწილად შეგვესრულებინა, მათ შორის აქ არის საუბარი ინკლუზიაზე, ჩართულობაზე, რაზეც პრინციპში ბევრმა გუნდმა გააკეთა აქცენტი პროგრამის ფარგლებში. ნინე, თქვენი გუნდი იდეათონის გამარჯვებულ გუნდებს შორის ერთ-ერთი არის, გულისხმობ პლატფორმა Skills თუ შეება პირველ რიგში მოგვიყავით თვითონ პლატფორმის შესახებ, რას მოიცავს მისი საქმიანობა და მე როგორი იყო უკვე მისი თანამონაწილეობა და როლი ამ იდეათონში? გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. Skills-ი არის AI-ზე დაფუძნებული სკილების გაცვლის, უნარების გაცვლის პარტნერული პლატფორმა, სადაც ადამიანები შეძლებენ რომ ნაკლები თანხის გამოყენებით ერთმანეთში გაცვლონ რაღაც სახის უნარები. მაგალითისთვის, თქვენ ცით სიტყვაზე გრაფიკული დიზაინი, მაგრამ არ იცით პროგრამირება, მე კი ვიცი პროგრამირება და არ ვიცი გრაფიკული დიზაინი. სისტემა ერთმანეთთან დაგვაკავშირებს, პერსონალიზებულად მოერგება ერთმანეთს ეს იუზერები და ერთმანეთს გაუცვლიან ცოდნას.
ქალებისთვის გარკვეული community შექმნა გვინდა და პლატფორმაზე იქნება სივრცე, სადაც იქნება community ქალებისთვის და შეძლებენ რომ ქალები ერთმანეთში გაცვალონ ცოდნა და ერთმანეთს დაუკავშირდნენ და უფრო მეტად ჩართულობა და connection-ები გააძლიერონ. რაც შეეხება იდეათონს, იდეათონი საკმაოდ დაგვეხმარა პრობლემის ვალიდაციის კუთხით და ასევე იმისთვის, რომ პროტოტიპიდან განვითარებამდე მივსულიყავით. თავიდან იდეათონის ფარგლებში იდეებზე მუშაობდით და идеები საკმაოდ ესე კარგად დაფორმირდა და საბოლოო ჯამში იქამდე მივედით, რომ უკვე პროტოტიპიდან landing page-ის დასრულებაც მივიღეთ და მომავალში კიდევ გეგმავთ, რომ დანარჩენი page-ებიც განვითარდეს და workshop-ებიც ჩავატაროთ გარკვეული სახის. ძალიან დაგვეხმარა mentoring სესიები, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის გამარჯვების შემდეგ mentoring სესიები და workshop-ები, რომლებიც იდეათონზე მონაწილეობის პერიოდში გაიმართა. დავით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ გამარჯვებული გუნდები? ალბათ აი რთული არის ამოარჩიო ბევრ საინტერესო შორის რამდენიმე. მაინც რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ? ნახეთ, ანუ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში არის ხოლმე, როგორც გითხარით, არის ინტენსიური პროცესი, შესაბამისად, თუ ეს ეხება იდეის ნაწილს, სადაც თქვათ, ანუ საბოლოო პროდუქტს ვერ წარმოადგენენ გუნდები, აქ ხდება ხოლმე ძირითადად იდეის გარშემო საუბარი და მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეა იყოს რეალისტური, განხორციელებადი მათ შორის და კონდეს ინოვაციური კომპონენტები. ანუ მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ეს არის AI-ის გამოყენება, რაც ანუ ტექნოლოგიების მიმართულებით საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა. ჩვენ გვაინტერესებდა ტექნოლოგიური გადაწყვეტა ამ პრობლემების, რადგან ცოტა ხნის უკან ვისაუბრე. იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ციფრული სამყარო ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ, ვიდრე ვთქვათ, რაღაც ან ფიზიკური ან მოძველებული მეთოდები კომუნიკაციისა. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს მათ შორის, ბევრი ადამიანი იყენებს ინტერნეტს და მათ შორის ძალიან ბევრი იყენებს უკვე AI-ს, რომელზეც დამოკიდებული შეიძლება უკვე არის დიდი რაოდენობა ადამიანების. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიური ციფრული გადაწყვეტები იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუ ვთქვათ, რაზე იმუშავებდნენ გუნდები, იდეის ნაწილი ბუნებრივია, პრობლემა, რომელიც აღმოაჩინეს და დასახეს. და ის რომ საბოლოო ჯამში ყოფილიყო რეალურად გამოსვლადი ამბავი, ეს არ ყოფილიყო, ვთქვათ, ანუ მხოლოდ პრეზენტაციის სახე და მე ვთქვათ, ანუ ფურცელზე დარჩენილი იდეა. აი რადგან ჩვენ ვაკეთებთ ხა აქცენტს იდეებზე და იდეათონი ზუსტად აი რაღაც იდეების თავმოყრას გულისხმობ და რაღაც თამამი იდეების ხმამაღლა თქმას ერთმანეთისთვის გაზიარებას. აი ნინე, რა არის თქვენი პლატფორმისთვის ის ძირითადი იდეები, რომლებსაც ახლა განიხილავთ და რომლებიც გინდათ რომ აქციოთ უკვე ხელშესახებ რეალობად? პირველ რიგში პრობლემიდან დავიწყებ. ანუ ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში არსებობს, საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი არის და მაგალითად ქალების მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა მაღალანაზღაურებად პროფესიებში და ასევე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების. დღეს ნით და ვეტ სტუდენტების ძალიან ცოტა რაოდენობა ყავს. ამ პრობლემის გადაჭრა გვინდოდა და გვინდა რომ პროფესიასწავლებლებს უფრო მეტად ხელი შეუწყოთ, რომ პროფესიული განათლება მეტად წინ წამოიწიოს და მაგალითად 10-დან 1 ადამიანი არ აბარებდეს პროფესიულ სასწავლებელში. ქალებს გვინდა რომ ხელი შეუწყოთ, რომ მეტად განვითარებად მაღალანაზღაურებად პროფესიებში მიიღონ განათლება და მეტად ჩართულები იყვნენ საზოგადოებაში. ასევე რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებისთვის გვექნება workshop-ები, სადაც ხელს შეუწყობთ, რომ ეს პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზება მოხდეს, ცნობიერება გაიზარდოს პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით და მეტი ქალი და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ჩაერთოს ამ საქმიანობაში.